მოგესალმებით ჩემო გოგოებო და ბიჭებო, აგარიდან ვიწყებთ აგარულ ცხოვრებას, შესაბამისად აგარული ცხოვრების შესახებ თხრობას. გარეთ ვარ გამოსული, ცივა, მაგრამ მზეა საოცარი და როცა მზე ანათებს, მაგ დროს აღარც არაფერი გეზარება და ესეთი სიცოცხლით გავხსებს. დაილოცოს. სალამი ჩემო კარგებო, მოგესალმებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგესალმებით მე და ბუბუკა, რომელიც ფაქტიურად აღარ ჩანს. იმედია კარგად მყევხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ. ხოლო თუ ვინმე ჩვენ შორის არის, მაყურებელთა შორის არის ახალი შემოერთებული და არის ის რა ხდება და სადა ვართ, ეს არის არხი გემრიელი ცხოვრება. მე კი გახლავართ მისი დიასახლისი მაკა, რომელიც თქვენთან ერთად ხან ამზადებს, ხან საუბრობს, ხან მოგზაურობს, ხან ქუჩაში, ხან ბინაში, ხან ისე, ხან ასე თავის ბუბუკასთან ერთად, ასე რომ შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ჩვენთან არ ვიცი რამდენად საინტერესოა თქვენთვის, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს, არ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას და ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები, კეთილები და საყვარლები. აი ესე ჩემო კარგებო. პირველი კითხვა, რომელიც ძალიან ხშირი იყო აი ამ დიდი პაუზის, დიდი ორი კვირა კი გამოვიდა და დიდია ბლოგისტვის და ბლოგერისთვის დიდია. სად დავიკარგე ეს კითხვა, სად დავიკარგე? არ დავიკარგე, აქავარ ამხელა ფილარმონიას რა დამკარგავს ჩემო კარგებო, მაგრამ რაღაცა ძალიან ბევრი საქმე მქონდა, რაღაცა ბევრი ვიბოდიალე, რაღაცა მოგზაურობაც კი მოვასწარი. თბილისში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე, მაგრამ ყველაფერი მოდით თანმიმდევრულად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთ ვლოგში არ ჩაეტევა. უდიდესი მადლობა, წადი თუ გინდა. უდიდესი მადლობა გოგოებო და ბიჭებო სიყვარულისთვის, მონატრებისთვის, იმისთვის რომ წერდით რომ სადახარ, სად დაიკარგეო, აქა ვარ. მეც ძალიან მომენატრეთ გულით და სულით და იმედია რომ ასეთი დიდი წვეტა აღარ გვექნება და გამართლება ჩემი ამ დიდი წვეტის ის არის რომ ამ ყველაფერს რაც ამ ორ კვირაში მოხდა, ყველაფერს დალაგებულად ნელ-ნელა მოგიყვებით იმ მოგზაურობის ვიდეოებსაც, იმ იმისი რა ქვია, ჩემი კვლევების ვიდეოებსაც, ყველაფერი კარგად ამაქვს ხალხო. ვინც არიცით კვლევების შესახებ თანაც გაგული რომ აქვს ცუდი ვფიქროთ, დ-ვიტამინის ნაკლებობა და ჩიყვის პატარა პრობლემა მქონდა და როგორც აღმოჩნდა, მშვენიერი ანალიზები მაქვს. აი მშვენიერი ფაქტიურად მე მეგონა რომ რაღაცა ენდოკრინოლოგი ცოტა ისეთ წამლებს დამინიშნავდა მამა-პაპუს, მაგრამ არა. მხოლოდ ესეთი კვებითი დანამატები დამინიშნა. ის, რომელიც მადას აქვეითებს და შაქრის დონეს არ რეგულირებს, რომ სულ რომ შიოდა ესე 2 საათ ნახევარში და 3 საათში ერთხელ და ცუდად ხვდებოდი და მაკანკალებდა თუ საჭმელს არ შევჭამდი და გამხდარა ხალხო არც მეტი და არც ნაკლები 97 კილოგრამი, უბრალოდ 95, იმიტომ რომ ბევრ ჩასწმელი მეცვა და 95. ლამის 100. აი მაგისტვის დამინიშნა ასევე B12-ის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სელენთან ერთად არის და რომელიც ჩიყვისთვის ძალიან კარგია, თასმას მიჭამს ბუბუ. და დამიტოვა D-ვიტამინი, გამათავისუფლა მაისამდე. მაისში აუცილებლად მოგბრძანდითო, გადავამოწმოთ ყველაფერიო. ოღონდ თქვენ მოსვლას აზრი არ აქვს საერთოდ თუ წონაში არ მოიკლებო. ანუ ჯამრთელად არ იკვებებო და ეს მომიწევს თქვენთან ერთად გავაკეთო. საერთოდ არ მოხვიდეო, მეც ვერაფერს ვერ გაგიკეთებო, წონა კი არა, იკვების რეჟიმი, ჯამრთელი კვება გაიკეთეო, წონაც მოწესრიგდება და სხვა დანარჩენიც მოგიწესრიგდებაო. მეტი არაფერი არ გაქვს მოსაწესრიგებელი, იდეალური ანალიზები გაქვს. და მანამდე ეს D-ვიტამინი და დანამატები მიიღეო. რაც შეეხება ნევროპათოლოგს, ჩავეწერე და ჩაწერილი ვიყავი წინასწარ, მივედი, ავიღე რიგის ნომერი, დიდი ამბით, ვიდექი ერთი 20 წუთი, თან ადრე მივედი და ამ
სხვა შორის ნეიროპათოლოგთან ვიზიტმა თავდაყირად ამიყენა მთელი დაწყობილი გეგმები, საერთოდ არ დავრჩებოდი ის დღე და სხვა საქმე მქონდა და იმას გავაკეთებდი. ქვეყანა არ დაიქცა, მაგრამ მაინც არასასე ამოვნოა, ხო მართალია. მივედი და აღმოჩნდა, რომ ეს არა ქვია, მოთხარი აი ამასთან და ამასთან ვარ ჩაწერილი და მოვამზადებ არათი რომ გადავიხადო და ის უნდა რეგისტრაციის ნომერი უნდა ვაჩვენო ჩემი დაზღვევის და რაღაცა. რეგისტრაციის კი არა იმისი ჯავშნის კოდი და დღეს ვარ არიო კალკოტონიო ძალიან ახლობელი გარდაეცვალაო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ადამიანებს ესეთი რაღაცები ემართებათ და როგორც არ უნდა წყენოდა და ამრეოდა გრაფიკი, ну არის საპატიო მიზეზი და ამ საპატიო მიზეზზე მეც უცებ ვერ ვიტყვი ამ ქალბატონზე. მაგრამ თვითონ კომას რა ქვია, კლინიკაზე ევექსს ერთი მესიჯი არ უნდა გამოეგზავნა, თვითონ რეგისტრატორმა გოგონამ მითხრა, რომ თქვენთან მესიჯი არ მოვიდა, უნდა მოსულიყო. არ მოვიდა ბატონო. აგერ აი ონლაინაც ვაფიქსირებ მასე რა ქვია, რომ არ მოსულა. მე მქონდა შემთხვევა ევექსის კლინიკიდან. რომ მოდის ხოლმე თქვენ ჩაწერილი ბრძანდებით ამა და ამ დროს ამა და ამ ექიმთან 600 მესიჯი მომივიდა ხალხო. 600 მესიჯი. მე მთელი ღამე ვშლიდი ამ მესიჯებს, იმიტომ რომ ტელეფონი იტვირთებოდა. გაუჩერებლად მოდიოდა, რაღაცა ის ქონდა და არევა ქონდა დავდაყირა და მოვიდა 600 მესიჯი. როცა საჭირო იყო, ერთი და იგივე მესიჯი მოვიდა. მაცნობებდა რომ ჩაწერილი ვიყავ. და ახლა ერთი მესიჯი არ მოვიდა. მოკლედ საიტი აქვს, თავდაყირა და ვერ დავაბრალებ ახლა მას ადამიანებს პროგრამა აქვს გასასწორებელი და ეს რატო არ მუშაობს არც ერთი საიტი და არც ერთი პროგრამა? ალბათ იმიტომ რომ იაფასიანი, ალბათ იმიტომ რომ ჟოშკავს კომპანია. რა არ ვიცი, რა გითხრათ. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მომხმარებლის გადასახდელი, იმიტომ რომ მე პირნათლად თავის დროზე მივდივარ, თავის დროზე ვასრულებ ჩემ ვალდებულებას, ანუ ვიხდი, ადრე მივდივარ, რეგისტრირდები, ვეწერები, რა ვიცი მე და ერთი ელემენტარული მესიჯის მოსვლა რა გახდა. გაბრაზებული ვარ მოხდე. ასე რომ ვერ მოხდი ნეიროპათოლოგთან. იმიტომ რომ იმ დღეს მოვდიოდი, ყველაფერი იმაზე მქონდა აწყობილი, ვერაფრით ვერ დავრჩებოდი და გარანტიაც არ იყო. ჯერ ადგილები აღარ იყო, რომ ჩავწერილიყავი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესე ჩავეწერე და ხვალ მივედი, ეგრე არ ხდება, ხო? რამდენიმე კვირით ადრე ვეწერებით ამ ჩვენ ექიმებთან და თანაც არ ვიცოდი, როდის გამოვიდოდა იმ თავისი პრობლემის გამო და ჩავჯერთ მანქანაში და წამოვედით და ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი. ისეთი ბედნიერი მოვდიოდი და ლამის კედლებს ვაკოცა სახლში რომ შემოვედი, თურმე რას ნიშნავს ჩემი სახლი, სადაც სამზარეულო ჩემია, საწოლი ჩემია, ყველაფერი ჩემ ჭკუაზე დგას, რა მაქვს ახლა, მაგრამ მაინც ჩემ ჭკუაზეა. აი ეს არის ნამდვილად ჩემი სახლი, რომელშიც არ მეცინება არც ერთი დიასახლისი, თუმცა ის დიასახლისები ვისთან ერთადაც ვიცხოვრე მე დედას და დედამთილს გულისხმობ. ძალიან დემოკრატიულები იყვნენ, მაგრამ აი ეს რო ჩემია, ეს სხვანაირი ბედნიერება, ხო და ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ბუბუკა ბრძანდებოდა თბილისში, გაჩვენებთ ვიდეოებს, როგორ იმგზავრეს სტასიკომ და ბუბუკამ, ბუბუკას როგორ ეხუტებოდა და კოცნიდა თურმე მთელი ესა რა ქვია, ტრანსპორტში ყოფი ყველა ადამიანი, ვისაც ძაღლი უყვარდა და ასეთები ყოფილა უმრავლესობა. რა გავაკეთეთ კიდე თბილისში? ბევრი რამე. Რა თქმა უნდა, აბა, რეკლამა წამოვიდა შოპ მარინა და ჰუმანა არ მახსოვს რამე მაქვს თუ არა გადაღებული, თუმცა გაჩვენებთ რა ვიყიდე. რა ვიყიდე. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოგიწოდებთ, არ გადაიხადოთ ბრენდებში ძვირი. მაღალი გადაჭარბებული ფასი, უმეტესად გადაჭარბებულია ხოლმე ყოველთვის. და მოდით გავუფრთხილდეთ ერთად პლანეტას და მეორეული საქონლით დავკმაყოფილდეთ. შემდეგ, რო ჩამოვედი, შემეხმიანა ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილი, დედაჩემის ალალი ძმიშვილი, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, ქეთინო. ქეთი კოცნი, ბევრს მიყვარხარ, ძალიან მიხარია რომ მიპოვე. მადლობა, გაიხარე შენ.
აი ეს მქონდა, ეს სიხარული მქონდა. რაღაცა ესეთი არავითარი ეს არ იყო, რა ქვია, მიზეზი არ ყოფილა ამის, მაგრამ აი რაღაცა ცხოვრებამ ესე მოიტანა, რომ ხდება ხოლმე, ყველაფერი ხდება, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ და აი ონლაინ რო შევეხმიანეთ, ძალიან გავბედნიერდი და კიდევ ერთხელ აქაც მინდა გავუსვა ამ ყველაფერს ხაზი. რა მინდოდა თქვენთვის კიდევ რომ მომეყოლა. არ ვიცი, კიდე რაღაცები გამახსენდება, მოკლედ რომ დავამონტაჟებ და იმ გადაღებულ მასალას რომ გადავხედავ, ყველაფერს ჩავსვავ აბსოლუტურად. თბილისში იყო ძალიან მაგარი ქარი. ასეთი ქარი აქ არ არის. აქ რო ჩამოვედით, დღე არის სასწაულად სასიამოვნო, ეს მზიანი ნათელი. ღამე არის -2, -3 და თოვლი იყო. იყო თოვლი, აქ რო ჩამოვედით, იყო თოვლი და ესა ეხლა საკმაოდ ატალახებულია. მოკლედ ამინდი სასიამოვნო, აქ არ არის გაუსაძნესი, მე 7 წელი აქ ვცხოვრობ და თუმცა ამ 7 წლიდან 2 ზამთარი აქ არ ვიყავ. მაგრამ მივდიოდი. გაუსაძნესი ნამდვილად არ არის. ამაზე ბევრად უარესი ზამთრები მინახავს, რომ დაიწყო თოვა, არ დამთავრდა, რაღაცა სასწაული იყო. რაც შეეხება ხელსაქმეს, ცოტა რაღაცები ვაკეთე, ცოტა რაღაცა ჩანახატები გავაკეთე, რაღაცები დავგეგმე. თბილისში რა თქმა უნდა, რაღაცები შევიძინე ამ ხელსაქმისთვის. რო ჩამოვედი ერთი კაი მაგარი გადახეხვა გავაკეთე. ონკანი გამიფუჭდა და შევცვალე და გაგიკვირდება და მე თვითონ შევცვალე ხალხო. ჩემი მეგობარი, რომელიც ამითია დაკავებული საერთოდ და პროფესიონალია მაგ ამბავში, უბრალოდ არ ეცალა და მე ის ქონდა რაღაცა არ გზნობდა თავს კარგად, რაღაცა მოგრიპო მეწყება მე მგონიო და მიყიდა თვითონ ის რომელიც საჭირო იყო და შემცვალე რომ დონგანი აი ასე და დამცინოდნენ რომ ეხლა რაღაცა რომ გაგუფუშდება სახში აუცილებლად შენ იმას ვიზავთო რა ქვია შენ დაგირეკავთო და მოდი გავაკეთე. რატომაც არა, თუ გულიბულობს, მშვენივრად გავაკეთე, მშვენივრად მუშაობ ჩემთან. შემდეგი რაც მინდა და თქვენთვის მეთქვა, ხინკალი გავაკეთე, ხალხო, იცით რამდენი ხანია ხინკალი არ გამიკეთებია, ისეთი გემრიელი, სასოული. გავყინე. კითხვა იყო შემოსული, როგორ ყინავო, ჩემიო სველდება და იხევაო. იცით როგორ ყინავ? ვიღებ იმ ზომის ლანგარს ან თეფშს რომელიც ეტევა საყინულეში. აი დედაჩემთან მაგალითად ძალიან დიდია საყინულე რაღაცებში. სანაყინე მაცივარით არის, ისე როგორც ნაყინს რო ყიდიან ზაფხულში, მაღაზიებში. აი ესეთი დიდი მაცივარია და იმაში ყველაფერი ჩაეტევა, იმაში ესეთი უზარმაზარი თავაზი ლანგარიც კი ეტევა. და ჩემთან უჯრები მაქვს გამოსაღები და აი იმ უჯრაში რომელიც ეტევა, აი ოთხკუთხედ მას კონტეინერს ვიღებ, კარგად მოვაფქვილიანე, კარგად. არ არის სუდი ფქვილიც შველის, მაგრამ ჯობია რომ ის დააფინოთ. ცელოფანი, სუფთა სამზარეულოს ცელოფანი დააფინოთ, ერთჯერადი. იმაზე მოაქვლიათ ფქვილი, დაალაგეთ ხინკლები ისე რომ ერთმანეთს არ ედებოდეს. მე სხვათაშორის მეორე პირსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ რამდენი უნდა შევდო ხა, 12 შევდე. რა არის 12 ხინკალი, არაფერი, ერთი დღის გაგნევაა. ხო და აი ერთ პირს რო დავალაგებ, კიდე მოვაპნევ ფქვილს, კიდე ცელოფანი, კიდე ხინკალი, ისე რომ ერთმანეთს არ ედებოდეს ესეც, ზემოდანაც ფქვილი, მოკლედ ეს სართულებს ვაკეთებ. კარგად რომ გაიყინება, მე გამოვიღებ, მოხსნი ცელოფანს და იოლად ვიღებ. ანუ ცელოფანზე ფქვილთან ერთად ძალიან არ არის მიწებებული. მოხსნი ლამაზად კოხტად და მხოლოდ მერე ვყრი პარკში. ეს რბილი ერთიანად პარკში რო ჩავყარო, ერთმანეთში აიზიდება. და აი ეს ფქვილი და ეს ერთმანეთთან დაშორება არ იმაშვება. არ აძლევს საშუალებას რომ დასველდეს. თუ კი ხინკალი იხრიტება სისველისგან, სანამ გაიყინება, ეს ალბათ იმისი ბრალია, რომ საყინული არ აციებს კარგად. მე ესე მგონია, ან თქვენ აკეთებთ ძალიან წვნიანს. აი
თქვენ დარწმუნებული ვარ დაკვირვები ხართ მაღაზიის ხინკალში საერთოდ არ არის წვენი. ეს იმიტოა რომ წვენმა არ გახიოს. ნაკლები წვნიანი უნდა იყოს. თუმცა მე მეყვარს წვნიანი ხინკალი. ასევე ხინკალთან დაკავშირებული ისეთ საინტერესო კომენტარი წავიკითხე. მე ვიდეოში ვამბობ რომ ეხლაც ვიტყვი რომ გამიგია კი არა და მოგართმევენ კიდევაც სახინკლეში ძმავს ხინკალთან მისართმევად. ბუღისა რას აკეთებ? ბუღუმ დაიწყო ახალი იმისის კამების დახრა. გაანებე ბიჭო თავი. ჰეი! გუგუშა, მოდი ჩემთან, მოდი გინოცვალე ჩქარა. არ შეჭამო, დოდო, არ იჭმეო. მოდი ჩემთან, მოდი ჩაირა, მოდი. მოდი. ბუღუზეც უნდა მოგეყვეთ რა. და ძვრით არასდროს არ გამისინჯავს და ქალბატონმა მომწერა და დიდი მადლობა ამისთვის, მე აუცილებლად მაგას გავსინჯავ. მომზადებული აქვს როგორც ჩანს ხინკალთან ერთად მისართმევად ხინკლის ნახარში ჩანაყული ნიორი. ანუ ხინკლის ნახარში თავისი მარილი აქვს და კიდე ნიორი. აი რომ მოუკვეჩო ოზითო შიგნით ვასხავო ნივრიანს, ეს იქნება არაჩვეულებრივი რაღაცა. ხინკალ ხაშა იქნება. მე მიყვარს ძალიან ხაში ნივრი წერძით და ხინკალ ხაშა იქნება გადასარევი. ვიფიქრე რომ ნახარს წყალთან წყალიც კარგი იქნება და წარმოიდგინეთ ცხელრზეში რომ ცოტა მარილი ჩავყაროთ და ნიური ჩავანაყოთ და აი ესე ჩავასხათ. ნამდვილი ხინკლის ხაში იქნება. მოისვენე ბიჭო ახლა 1 წუთი არ გინდა რომ მოისვენო? არ გინდა? რაც შეეხება ბუბუს. გუშინ ტასიკოს გაუტყდა სარკე. აქ გაუტყდა, აი ამ ადგილას გაუტყდა პატარა სარკე. იცით როგორი სარკე, ესე დასახური სარკეები რო არის, ერთ-ერთი სარკე იყო ამოვარდნილი. აი სარკე დაუვარდა. გაატყდა შუაზე, სასწრაფოდ ტასიკო დაიხარა რომ აიღო და ამ დროს ბუბუმ რაღაცა დაიტრია და გაიქცა. ტასიკო დაფეთებული გაეკიდა ბუბუს. ბუბუ ძალიან გაბედნიერდა ამით, ვაიმე რა კარგიაო, კარგად ვთამაშობდო. უფრო მაგრად, რაც უფრო კარგად მისდევდა და ხმამალაღვიროდა ტასიკო, მით უფრო მაგრად გარბოდა და ფხატაფხუტობდა ბუბუ. და ნიუ აი ესე გააკეთა ბუბუსა. გადავირიეთ, იმიტომ რომ იზოლი გატეხილი ნაწილი ერთმანეთს რო დავადებ, ერთი პატარა აი ფრჩხილის ნახევარი კუთხე აკლდა. ესეთი კარგი გვარიანად წვეტია. ჩვენ საღამო და ღამე გავატარეთ ხალხო, რომ აი სასწაული, გუშინ მინდოდა ჩამეწერა ვლოგი, დამემონტაჟები, არაფერი არ გადავირიეთ კინაღა. ვუსვით ამ ბუბუს პირში სადმე ხომ არა აქვს შერჭობილი. გავუღეთ ხახა ჩავხედეთ რას დაინახავში. ვერაფერს ვერ დაინახავ. მოვგავე, ჩავაქრე შუქი ფანრით ვიარე თუ სადმე რამე ბრჭყიალებდა, ვერ ვიპოვე საბოლოოდ ეს ნატეხი. დავრეკეთ რა თქმა უნდა ვეტერინართან რამდენიმესთან დავრეკეთ ახლობლებთან ვისაც ზაღლი ყავს ინტერნეტში წავიკითხეთ ტასიკო მიზურად მე რუსულად მოკლედ პასუხი შემდეგია ამ დროს ვეტერინართან წაყვანას აზრი საერთოდ არ აქვს იმიტომ რომ ჯერ ერთი არ იცი ცხოველმა მართლა შეჭამა თუ არა ის ნატეხი მეორე ერთი არ იცი ხო აი გადაყლაპული აქვს თუ არა აქვს მეორე წესზე თუ გადაყლაპული აქვს ვერანაირად ვერ დაადგენს ვეტერინარი ეს არ არის შუშის იმისი რკინის ნატეხი რომელსაც აჩვენებს ის რაღაცა რენტგენი ეს არის შუშა თანაც ძალიან პატარა ამ პატარა ცხოველში გამორიცხულია ვერაფრით ვერ დაინახავენ ამიტომ იზღა დაგვრჩენია დაავდგეთ და დაველოდოთ აბა რა მოხდება პირველი დახმარება ის არის რომ უნდა აჭამო უფრო მეტი მეორე ის არის რომ უნდა აჭამო პიურე და პური გუშინ მაგალითად აი პაკეტებში რო იყიდება ამათი ხორციანი ჟელეები აი მაშინ გადავსვარე პიურე კარგად სქელი პიურე და კარგად დიდი იმას ვქენი ერთი დიდი კარტოფილის ვაჭამე დიდი სიამოვნებით მიირთვა რომელი უარს იტყოდა ეს სუნაკი ესა
და უნდა დააკვირდე. აუცილებლად ეთკინებაო, მუცელიო, აუცილებლად თუ სადღაც საყლაპავში აქვს გააჩერილი, ახვალებას დაიწყებს და შეიძლება ამოიღოს სისხლიო, დისკომფორტს აუცილებლად შეამჩნევთო, აი ყლაფვისასო, წყლის დალევისასო. თუ უკვე კუჩია გადასული, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად დასერავს იგაურობას და განავალს გამოაყოლებს სისხლს და თუ სისხლს არ გამოაყოლებს, იქნება არაბუნებრივად მუქი შოკოლადისფერი მოშინდისფრო. და რა თქმა უნდა, ეთკინება და ამას მიხვდებით განწყობაზე, ხასიათზე და მოიკუნდება და მუცელ სიმას იზავს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, შეიძლება გარსი გაიკეთოს და კუჩი დარჩეს და თანდათანობით მერე გამოვიდეს უსაფრთხოდ. არ ვიცი, მოკლედ, ჩვენ ჯერჯერობით კარგად ვართ, დავხტივართ, დავბივართ, ხო, ჩემო სიხარულო. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ბუბუს ეს არ უჭამია, იმიტომ რომ ბუბუ როცა რაღაცა ისეთ ჩაიდებს ხოლმე პირში, რაც დავუშვათ იჩხვლიტება, ისერება, არასასიამოვნოა, დავუშვათ ეს კენჭია, ეკლიანი ჯოხია, თუ რაღაცა მავთულის ნაჭერია, ამას აუცილებლად უკან ამღონებს, არ სიამოვნებს. მე მეეჭვება ბუბუს ესე გემრიელად ჩაეღეჭა ის სარკის ნატეხი, მე ვფიქრობ, რომ პური ეგდო, ორი პურის ნატეხი ეგდო, იქ და ვერცერთი ვეღარ ვიპოვეთ. ანუ შეჭამა, ნამდვილად შეჭამა ბუბუსამ. თამაშობს ხოლმე იმითი პატარა სუხარის ნაჭერი და იმიტომ ეგდო. მე მგონია, რომ არ შეუჭამია. მე მქონდა ესეთი შემთხვევა და თითოეულ ჩვენთაგანს ალბათ თქვენც გქონიათ ესეთი შემთხვევა ოჯახში, რომ აი უჭიქა გაგიტყდათ და 1 წლის შემდეგ იპოვეთ ნატეხი. მე იმაში აქ რომ მუშაობდი ხიფში, ჩამოცურდა სიმძიმისგან, ჩამოცურდა სამზარეულოს სერვანტის კარები. შუშის ჩამოცურდა, დაეცა კუთხით იმაზე, ფილაქანზე და დაიტრა. კიდევ კარგი მე ვიყავი ძალიან შორს ოთახიდან გავდიოდი. დიდი სამზარეულო ჰქონდა, ნუ ახლა საწარმო იყო და ეს არის ოჯახის სამზარეულო. და სხვა შორის რომ მოვიხედე ამ ბრახვანზე, აი დავინახე ეს ისეთი ლამაზი იყო წარმოუდგენელი. აი როგორც ფილმებში გინახავთ სპეცეფექტები, აი ბრჭყლიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი სამზარეულო იყო შემოსასვლელი, ანუ შენობაში შემოდიოდი დერეფანი და პირდაპირ სამზარეულო იყო. ფაქტიურად ეს დერეფანი და სამზარეულო ერთი ოთახი იყო. და აი რადგან შემოდიოდი, წარმოიდგინეთ ახლა პირველი სართული სოფელში, იქ სადაც მეურნეობაა, იქ სადაც ტრაქტორია, იქ სადაც აი ბიჭები შედიან, გადიან, მოსავალი შემოაქვთ, იგი უამრავი სტუმარი მოდის იმაზე საქმეზე. ის ოთახი იწმინდებოდა და იგვებოდა დღეში როგორც მინიმუმ ერთხელ და ვიპოვებთ იმ რა ქვია, იმ დამკრეული შუშის ნატეხი 6 თვეში. საკმაოდ დიდი ნატეხი. სად ეგდო, სად იმალებოდა, მე წარმოდგენა არ აქვს. არ ვიცი, ანუ მე იმისი თქმა მინდა, რომ იცის ესე დამალვა შუშამ და რა ვიცი, ხა გუშინ კი წმინდა და შეიძლება შეხტა და შეიძლება მაგიდაზეც დავარდა, შეიძლება სადღაც ჩანთაში ჩავარდა, შეიძლება ფარდას მიეწება, არ ვიცი. მოკლედ ძალიან ვინერვიულად ხალხო, ცხოველების პატრონები კარგად გამიგებთ. მაგრამ ბუბუკა კარგად არის. ყველა ბედნიერება, ჯანმრთელობა გუსურვოთ ბუბუკას და შესაბამისად მაკასაც სიმშვიდე. აი ესეთი ამბები მაქვს გოგოები, მე ვიცი რომ ბევრს არა, მაგრამ არის ნაწილი ჩემ არხზე კატეგორია, რომელიც სიამოვნებით უყურებს მოგზაურობის ვიდეოებს. რაღაცა პეტრე საიდუმლოს შევინახავ ინტრიგას, რომ ერთ-ორ დღეში რომ გიჩვენა, რა შევიძინეთ ჩემო საყვარლეს ჰოლანდიურ მაღაზიაში. ნახოთ შენაძენები. მე მგონი ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, ესე უფრო კარგად ჩანს. ყოლიფერი. აჰა, ჰოლანდიურში აღმოვაჩინე. მე მეგონა რომ ეს იყო ბენგალური ცეცხლი, ესე რომ ვაშიშხინებთ ხოლმე ახალ წელს, მაგრამ არა, ეს არის სურნელოვანი სანთლები და არის იმისი სულის
საახალწლო საშობაო, აი ნახატიც ესეთი აქვს, გირჩები და ნაძვები და საახალწლო ამელა, წიწვის და ახალი წლის სუნი აქ მოკლედ. ანუ თუ ხელოვნური ნაძვი გაქვს სახში, ისე როგორც მე მაქვს. შეგიძლიათ რომ ეს დაანთოთ, რომ გეგონოთ, რომ ბუნებრივი ნაძვი გაქვს. ბუბომ დაინახა, ეს რა ქვია. ძაღლი დაინახა. აბურეცეს ის და იყო. დაიწყნარდი, არ დაიჯერებთ და თითქმის 3 საათია უკვე დღეს. გათბობა ჯერ არა მაქვს ჩართული, მე ხო ღამე. ბუბისი, მოისვენე. გათბობა ჯერ არა მაქვს და არის კარის ჭრილიც აივანზე ეს დატოვებული. ეს არის ჭურჭელია ერთგვარი, რომელიც არ ვიცი ის არის. მე ვფიქრობ, რომ აი გზეთი ჩავა რიკრიკებ. ძალიან მომწონს გვიჟი. დედაჩემმა რო ნახა, მე მაგიდაზე უნდა დაეტიოს ესო. მე ვთქვი, რას ქვია, გასო, ჩემ მაგიდაზე ეტევა და ნავი. შემდეგი. ეს არის საკონდიტრო სიმძიმე, ხანდახან საჭიროა ხოლმე, რომ ასე მაგალითად ტარტს რო ვაცხობთ, ძიმია. ტარტს რო ვაცხობ, რო გამოვაფენ ხოლმე. ცომს ტარტის ფორმაში ვაფენ შემდგომ საცხობ ქაღალდს, ეს ხელით დაგუჭულს, რო კარგად გამოეკრას და ამას დავყრი ზედ. ადრე ვღები ხოლმე სიმძიმისთვის ლობიოს, მაგრამ არ მომწონდა ის ლობიო, არ იყო მძიმე. ხო და ეს კი ის არის. აი გვარიანად მძიმეა. გადავდოთ. შევიძინე ისანა, თქვენ იცით რომ მე მიყვარს ისანას სახის დასაბანი კაფე, გერმანული. ბიუჯეტურია, ამიტომ ტონიკიც ისანასი ვიყიდე. ეს არის ბამბის დისკით უნდა გაიწმინდოს სახე დაბანის შემდეგ, რომ დატენიანდეს და მხოლოდ მერე დაიტანო. მე მაგალითად აი ეს დამატენიანებელი დამაქვს ზედ. ჯერ ამით ვიწმენ და მერე ამაზე. ეს რო გამითავდება, არ ვიცი ხა 65 ლარი ან ურიაშს კიდე ვიყიდი თუ არა, ეს 100 კონ მიყიდა საჭუქრად. შემდეგი. შევიძინე აი ასეთი რაღაცები, რომელიც ერთი მაგალითად სულახლებია. არაფრის ფასი არ მკითხოთ, არ ვიცი, ყველაფრის ერთად გადავიხადე. რა არის ახლა ეს? ეს არის აი ეს ფანარია. ეს არის ფანარი. აი გინდა ჩამოკიდებ, გინდა დადებ, გინდა ბუნებრივ სანთელს ჩადებ, ბუნებრივს კი არა, ნამდვილ სანთელს ჩადებ, რომელსაც ცეცხლია, გინდა ხელოვნურ ფანარს. მე ვიყიდე ეს 3 ცალი იმისთვის, რომ ჯერ ისევ თავის დანიშნულებას მომწონს და მეოცეს ერთი რო შევხედე, აი წარმოვიდგინე, რომ შიგნით გავაკეთებ ინტერიერს, მოთელილ მინიატურულ ინტერიერს. წარმოიდგინეთ, ახლა შეიხედავ შიგნით და შიგნით პატარა პიანინო დგას, პატარა მაგიდა დგას, პატარა ნაძვის ხე დგას. ნახოთ, რაღაცას გამოვიგონებ. ტაფები, ჩემი სიყვარული. ნამდვილი ტეფალის ტაფა. ამას უნდა იყოს კარგა. ბუბუსაც უნდა გამაბარე. ამას უნდა ერთი კაი გახე, ხო? და არის აბსოლუტურად ახალი. და ტაფები, რომლებიც ნაყიდე ჰოლანდიურ მაღაზიაში, ანუ ორიგინალია. ბუშა, მოდი ჩემთან. აი ეს არ უცდება ხალხო და ახალს რომ ყიდულობ, რაფასაც არ ვაძლევ, 6 თვეში გადასაგდება. და ნახეთ რა საყვარელი ფორმაა. მინუსი ის არის რომ არ ქონდა თავსახური. და ასეთ თავსახურს სადუშევი არ ვიცი. ეს ტაფა და კიდევ გრილი. ამას არ სჭირდება თავსახური. ამაზე ჩემო მეუღლე მე სტეიკებს შეწვავო. ფლაგი მუვრუკი. მე არ ვიცი სტეიკის შეწვა. სულ ახალ-ახალი ჰოლანდიური ჩარჩო. აი სულ ახალია.
ჰოლანდიური ჩარჩო, ძალიან ლამაზი. მე მინდოდა ესეთი ღრმა ჩარჩო. აქაც შემიძლია რაღაც ესეთი დეკორი გავაკეთო, ან უბრალოდ ჩავსვა სურათი და დავთო. ნახეთ როგორი ხავერდის არის და ლამაზი ფეხი აქვს. ტანსიკო რა თქმა უნდა ეს მებოთლე, ბოთლი შეიძინა. ბალღები ყვირიან ეზოში. ბალღები. აი ესეთი თავსახურიანი მინდაო ტასიკომ ძალიანო მომწონსო ბურგულისთვისო და მომწონსო იცით რისთვის უნდა და ფუფუნას ეძახის ჩვენ დავარქვით ფუფუნა ხაში საჭმელი ხაში კი არა აი ეს ბუნებრივი ის რომ არის რა საფუარი რომ გააკეთოს ტასიკომ და პურს რო აქვს აი ხაშის შესანახათო მაგრამ მე გადაიფიქრა მას ვიზავ პატარა იყიდა ამისი ნახევარი ახლა ვნახოთ შიგ თავსი რა არის ეს არის მე ეჭვება ხა ჩემაქ მამას უყუროს მე უნდა გავუკეთო სიურპრიზი ხის რო დაიწყება რა ქვია ნადირობის სეზონი მონადირია უყვარს ნადირობა და ეს რა ქვია ეს კარგად გავხეხე გავწმინდე იხვიც ააგზეთ ანუ ერთგვარი სალამურია რომელიც გამოსცემს ფრინველის ხმას იხვივით ხმა არის მოკლედ ნადირობისას ეძახი იხვებს და მე ხო და ეს რომ ნახეთ ძალიან ვიცინეთ მე და ტასიკომ და მოდი ვუყიდოთო და ვუყიდეთ და როცა იქნება სეზონი როცა იქნება იმისი ნადირობის თორცები აგვისტოს 20-ში იხსნება ხოლმე მაშინ უნდა მივართვა და აქვს ყველანაირი ეკიპირება ფიშტო მიშტო რა ვიცი მე გასაბერი ნავი ფანარი ღამის ხო და ესა ეს უბრალოდ მომეწონა მე ხო იცით მიყვარს კოლბები ქიმიაში მხოლოდ კოლბები მიყვარს ჩემი სუსტი წერტილი ორცხობილის გამოსაჭრელი ეს არის მისი ვარსკვლავია შობის ვარსკვლავი და ანგელოზი მე მაქვს ორი აი ამ სეტიდან მაქვს ორი ეს ერთი არის მოგვი და მეორე არის ღვთისმშობელი ანუ ეხლა მაქვს ვარსკვლავი და ანგელოზიც და სავარაუდოდ სხვა ფიგურები წექნებოდა ამას თან ისეთ პროპორციულად ერთმანეთს უხდება ზომებში არ არის ერთი დიდი და მეორე პატარა რომ ერთ სეტში ეს რაღაცა აი მსგავსი სეტია მსგავსი ზომა მე არ ვამტკიცებ რომ ეს იგივეა და მე ისიც შემხდება და მექნება მთლიანი მოიცადეთ რას ეძახიან იტალიელები მაგას პრეზევი შევიძინეთ ორი პაწაწუნა ფორმა ჯერ არ გამიხეხია თქვენ იცით რომ მე ასეთი ფორმები მაქვს ნახეთ რა პატარა რა ეს აყვარელი მესამეც იყო მაგრამ მიჭლებელ-მოჭლებული იყო და არა ვიღეთ ასევე მინიატიურების მოყვარული ხალი ვარ მე პატატუნა აი ამაში შეიძლება ის ჩავასხათ ნივრიანი ხინკლის ნახარში ჩავასხათ იმაში ხინკალში მოპოჩილ ხინკალში ასევე ვიყიდე პატარა ქოთნები ესენი დედიკოს უყიდე მე და ჩემსაც ვიყიდე ისე ლამაზად ქონდა დედას შიგნით ჩალაგებული ისა რა ქვია პატარა იები ხო საყვარელია აჰა ასევე შევიძინე პატარა ტორტი ასე იძახის აქ მაგნიტი გავუკეთოთ და ჩამოვკიდოთ იმასეო ჩამოვკიდოთ კი არა მივაწეპოთ მაცივარზეო და მე მგონი არ წაიკითხება მე მგონი უფრო ჯობია რომ ბოთლის თავსახურად იყოს ეს ვნახოთ ასევე მისინი ქონდათ ეს არ არის არავითარი ძვირფასი არავითარი ფაიფური უბრალოდ მომეწონა მე და ვიფიქრე ან ყალიბი დამჭირდება ან რაღაცა თქო ბაჭია დათვი ხართეძოზე წამოწოლილი ბაყაყა აი ბაყაყა ნახეთ რა ხონდქარა ბაყაყა ორი ბაყაყა ავიღე აჰა ეს ჰოლანდიური გაზეთი რომელშიც მიყვარდა ხოლმე იმას და
ხოჭის სიამოვნებით ვათვალიერებ იმასავით, კაცების შოუში ჯანელას რომ უყვარს გაზეთები და ყველაფერი და გაზეთს რო ითხოვს, ვინც ადაწავა სამგზავრო გაზეთ ჩამომიტანეო, ნაიც საძის მაინც გაზეთი უნდა იკავო. ჩემ საყვარელი შოუა კაცების შოუ. მიყვარს ეს ბიჭები. აჰა, ესეც ასე. და ასიკომ ეს ჩვენ ჩავალაგეთ შიგნით. აი, რო არ გატეხილიყო და რო არ ეჯანჯღარა ჩანთაში და მანქანაში. და ასიკომ გამახსენა და მეც მაქვს ეგ ვიდეოები ნანახი და ნანახი მაქვს კი არა სპეციალურად მსგავს ბლოგერებს ვუყურებ ხოლმე. არის ესეთი ამბავი საზღვარგარეთ, რომ იყიდება აი ასეთი ქილა, ან ფუთა, ან ჩემოდანი, ან ყუთი, ან მთლიანად საწყობი, აი გარაჟის საწყობი ამერიკაში მოდაშია, დავშვა შტატი შევიცვალე, გადავედი სხვაგან და ჩემი სკამები და მაგიდებით ან ხოლმე წავარო ხინო. და ყველაფერს ჩასაცმლიან ყველაფრიანა აი ამ იმაში გარაჟში ვფუთავდა. მე შეიძლება სულ არ დაუბრუნდე იქ. მე შეიძლება სულ სხვა ქვეყანაში წავიდე. მე შეიძლება ზოგადად გარდაიცვალოს ადამიანი, ხო და არის და არის ესა და როცა აღარ იხდიან უკვე აი ამ გარაჟის ქირას, აი ამ იმისი საწყობის ქირას, ხო? მე უკვე აუქციონზე დებს აი ამ საწყობების გამქირავებელი პატრონი ვიღაცა ყიდულობს ერთფრთლიან თანხას, დავშვათ ვიქირავე $500. მივდივარ ჩემი მანქანით, მაძლევად გასაღებს, ხსნი ამ საწყობს, მაშვები ვშლი რაც არის და იქ მხდება ბავშვის ეტლი, რომელსაც ვყიდი ონლაინ დავშვათ $50. მხდება ტელეფონის დამტენები, რომელსაც etsy-ზე, etsy კი არა და ebay-ზე ვყიდი $20. იქ მხდება ვინტაჟი, იქ მხდება ანტიკვარი, იქ მხდება ჩასაცმელი, რომელიც შეიძლება ზოგი Versace-ა და ზოგი Benetton-ი. იქ შეიძლება იმ ჩასაცმელში ყურდები იყოს ვიღაცას $5 ჩარჯი. ან მოკლედ აი ეს მთლიანობაში $500 შეიძლება იქ ღირებულებამ გადააჭარბოს. ანუ გადამყიდველია ის ვინც ამას აკეთებს და ამითი მე კონტენტსაც იღებენ და მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს ხოლმე. ასევე ხდება დაკარგულ ჩემოდნებზე აეროპორტში. აი დავშვათ ვიღაცა მიფრინა, ვიღაცამ ჩემოდანი დაკარგა და დაზღვევაში შეფასებულია ჩემოდანი $100. აი მან აეროპორტმა თუ გადამფრენმა თუ გადამზიდმა კომპანიამ არა აქვს მნიშვნელობა აუნაზღაურა ეს საფასური, რა ფასადაც იყო შეფასებული ეს ჩემოდანი და ეს მე ეს ჩემოდანი იპოვეს ეს ჩემოდანი და აღარავინ არ იწყებს, უკვე გადახდილია, მორჩა აღარავინ არ იწყებს ამ ჩემოდნის მას რა ქვია პატრონის მოძიებას, ის პატრონი შეიძლება სხვა კონტინენტზეა და სადგიგზავნო ახლა მე შენ უკვე გადახდილი მაგ და ავსტრალიაში შენ ჩემოდანი. ამიტომ მე ამ ჩემოდნებს, რომელიც უზარმაზარ აეროპორტში ასობით და ათასობით უგროვდებათ, ასევე აუქციონზე ყიდიან. და აი მაჩვენებენ მხოლოდ ჩემოდანს. ეს ჩემოდანი შეიძლება იყოს ლუის ვიტონის უძვირფასესი ჩემოდანი. ფოტოზე ვხედავ მე ამას მარტო და ლუის ვიტონის ჩემოდანია ვფიქრობ და ვყიდულობ. და შეგნით შეიძლება იყოს ფუჩეთში, არაფერი, კაკლის ნაჭუჭი, რომელიც ვიღაცისთვის ძვირფასი იყოს, ჩემთვის ნაგავია, ხო? და შეიძლება იყოს რაღაცა იაფიანი ჩემოდანი და შეიძლება დახეულიც იყოს, მაგრამ შეგნით დავშვათ იყოს ნოუთბუქი. და შეგნით შეიძლება იყოს, რა ვიცი, ძალიან ძვირფასი ინგალატორი და წნევის აპარატი, თუ აი არ ვიცი, რაც გინდა. და ეს ჩემოდანი, რომელიც აუქციონზე შევიძინე მე $100, მე აი ესე ნაწილ ვყიდი, თუ გადამყიდველი ვარ, ან თუ ბლოგერი ვარ, კონტენტს ვაკეთებ უბრალოდ და ამით ვაკეთებ ფულს, როცა ბევრი ნახვა ამერიკაში და დასავლეთში, ინგლისურენოვანში, ისეთი ნახვები კი არა აქვს, მე რომ აქვს 500 ნახვა და აი ესე ზოგი ამითი ფულს აკეთებ, ზოგი ერთობა და სხვასაც ართობს და აი ესეთებიც არის. იყიდება პირდაპირ ქილა და შიგნით ყრია ბისერები, რაღაცეები და შიგნით შეიძლება გდია ბრილიანტის ბეჭედი და ხალხი ამას ყიდულობს და ან ხელსაქმისთვის იყენებს, ან გადამყიდველია და შეიძლება ხელსაც იწვობს ამითი, ხალხი ამითი ცხოვრობს. ჩვეულებრივი რამეა, ესეც სამსახურია და ესეც კარგია პლანეტისთვის, როცა მეორად საქონელს ახალ პატრონს გადაულოცავ და აი კონკრეტული ნივთის მეორე და მესამე მზადების საჭიროება აღარ არის და პლანეტას ამითი ადგება შვება, მართლა რეალური შვება ადგება, იმიტომ რომ
ძალიან ბევრ რაღაცას ვაწარმოებთ. ადამიანები, რომლებიც მე არ იყიდება. ის კი არა და რაღაცა ჩასაცმლის მთებია ლათინურ ამერიკაში. ყოველწლიურად 80,000 ტონა უვარგისი გაუყიდავი ჩასაცმელი ყრია იქ და წარმოიდგინეთ ახლა აი ამ სინთეტიკების დამზადებაში როგორი გამონაბოლქვი და როგორი არასასიამოვნო და არაჯანმრთელი ჰაერი დავატრიალეთ ადამიანებმა და მე კიდე იქ თაგავაკეთეთ აი ამ ნაგვიზს და ყრია და იქაურობას ძალკე ვაბინძურებთ, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს ეს ძონძები რო ყრია. საშინელება. ამიტომ ჯობია რომ მაგალითად აი როგორც სკანდინავიაში და გერმანიაშიც და სადაც მინახავს ავსტრიაში რომ მიუხედავად იმისა რომ იშოვება, მიუხედავად იმისა რომ საშუალება მაქვს უფროს შულს ვახმარე ეს რა ქვია ქურთუკი, მე უფროს ვახმარე ქურთუკი და თუ არ დაიხა მე ძმის შულსაც მივეცი ქურთუკი და ის ერთი ქურთუკი რა მოხდა მე? ერთი სეზონი აცვია ბავშვს, ხო ისე იზრდება. რა პრობლემაა? არც არაფერი. ჩვენ დროს საბჭოთა კავშირში იყო ეგ მიღებული, იმიტომ რომ არ იშოვებოდა, დეფიციტი იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ძალიან შეძლებული ევროპელები, სადაც ყველაფერი იშოვება და საშუალებაც აქვს, იგივენაირად იქცევიან, იმიტომ რომ ეს არის პლანეტისთვის შვება და შვილი. ასეთი დანიურ სახლში ნაყიდი მქონდა. ეს და მშვენივრად ვიხმარა, იცით, 2 წელი ეკიდა თუ 1 წელი ეკიდა ოთახში, დედაჩემის სახლში. მშვენივრად ვიხმარა, აი რატომაც არა, როცა ესეთი იაფია, მსუბუქია და ოთახების მეტი რა მაქვს. ჩამოვკიდებ 2 წელი ავიღე და ჩემი თავარი და ლამაზი შენაძენი ეს არის აი ეს ულამაზესი აბაზანა ლანგარი. შეხედეთ რა სილამაზე, აი გავგიჟდი. ამის ფასი მახსოვს 20 ლარი მივეცი. 20 ლარი მივეცი. ჯერ ვერ მოვიცალე სიმართლე რო გითხრათ ამ ყველაფრისთვის რომ გავხეხო და გავწმინდო. ხო და სავარაუდოდ დავდებ მაგიდაზე და ხილს დავყრი. ჩვენ დიდი ხილი ჭამია ოჯახი ვართ. ვაგროვებ შოპ მარინას შენაძენებს ცალკე გაჩვენებთ, იმიტომ რომ ახლა სიტყვა გამიგრძელდა. ხო და მე მგონი ჯობს რომ ვიდეო დავამთავროთ. მომწერეთ, აბა რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ და საერთოდ მომწერეთ თუ ფიქრობთ რომ მათხოვარი ვარ და სად დავწამწალებ და რა სისულელეებს ვიდულობ. თუმცა ჩემი თანამათხოვრები უმრავლოს ქვეყანას მერთვა, მე რომ აქვს საშუალება ჭურჭლის და ჩასაცმლის და ყველაფრის ყიდვის ყველას კონდეს კარგი იქნება ნამდვილად მე მილიონერი არა ვარ, მაგრამ არაფერი გამჭირვებია სამაგისო. უბრალოდ მართლა მთელი გულით და სულით მიყვარს ძებნა, მიყვარს პოვნა და მიყვარს პლანეტისთვის შვების მიცემა. აი ამგვარი ფორმით როგორც შემიძლია. აი ეს. და ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით. ხვალამდე, ხვალ აუცილებლად შევხვდებით. მადლობა სიტყვისთვის, სიყვარულისთვის, მოკითხვისთვის და მზრუნველობისთვის კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ, გამოიწევთ არხი. არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს, იქნებ თქვენ მეგობრებსაც ესეთი ლაქლაქა მაკას ყურება უნდათ, მიეცით მათ ამის საშუალება. ზარუკას დააჭირეთ თითი რომ ყოველი ახალი ვიდეოს შესახებ შეტყობინება მიიღოთ და არ გამოგრჩეთ. და რა თქმა უნდა მომწერეთ, იმიტომ რომ YouTube-მაც გაიგოს რომ ჩვენ აქ მეგობრობთ, აქტიურები ვართ და რა იცით რა ხდება, იქნებ ვარსკვლავები გავხდეთ მეც და თქვენც. ხვალამდე ჩემოკარგებო, დიდი მადლობა, მიყვარხართ. ვეცდები რომ ყოველ დღე შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს. აბა კარგად.